გუშინ საღამოდან ცხადი გახდა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მისადმი კრიტიკული ველის სრული მოსუფთავება დაიწყო. ეთობლივად წამოიწყეს შეტევა სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. გუშინ საღამოს ფორმულაში წერილი მოვიდა კომუნიკაციების კომისიიდან. შეგვატყობინეს, რომ ქართული ოცნება გვიჩივის, რადგან ივანიშვილის მმართველობის ფორმას რეჟიმს ვეძახით და მისგან უსამართლოდ დატყვევებულ ხალხს პოლიტპატიმრებს. ისე რა კახაბექაურის საქმეა და მისი გასარჩევი ჟურნალისტი ვისრას დაუძახებთ. ამას ხომ მაყურებელი უკეთ გადაწყვეტს, თუ უნდა გვიყურებს, თუ უნდა გადართავს და სხვა შეხედავს. შემდეგ რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით, ტელევიზიის რესურსი შეზღუდული აღარ არის. შესაბამისად, ვისაც როგორი ტელევიზია უნდა, ისეც გააკეთებს და უყურებს. თუ უნდა დაეთანხმება, თუ უნდა არა. აქ კახაბექაურმა თავისი ცხვირი რატომ უნდა ჩაყოს? თავის დროზე, როცა რუსთავიორობდა და ივანიშვილს ამორჩილებული არ იყო, იმ ბრძენმა კაცმა გულწრფელად თქვა, რატომ უნდა და რუსთავიორის ხელში ჩაგდება. გამორთეთ ეს ტელევიზია და ნახავთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. თითქოს ცუდ ამბავს თუ არ მოყვები, არც მოხდება. ახლა რუსთავიორი კი ხელში ჩაიგდო, მაგრამ უკმაყოფილო ხალხი ქვეყანაში არ გაქრა. ეს ხომ რამით უნდა აიხსნას, საკუთარი თავით ხომ არ ახსნის. ახლა უკვე ჩვენი ბრალია, რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ. თუ ჩვენ არ მოგვიყვებით ქვეყანაში რა ხდება, თითქოს უცბად დილით ბიზნეს საქართველოში მზე სხვანაირად ამოვა და ყველა ქართველი ბედნიერი იქნება. ჩვენ გიშლით ხელს ამ ბედნიერებაში. ხო და ამ პრიმიტიულ ინსტინქტებს შესაბამისი სასტიკი მოქმედება მოყვა. ოცნებამ კანონი მიიღო, რომ ის რაც ჩვენი შიდა რეგულირების და ჩვენი და ჩვენი მაყურებლის საქმე იყო, ახლა რაღაცნაირად კახაბექაურის საქმე გახდა. მან უნდა გაარკვიოს რა არის სწორი და არასწორი, მტყუანი და მართალი. მე ამას წერილობით სახეს მისცემენ, განაჩენს გამოგვიტანენ, ისეთ ჯარიმას დაგვადებენ, რომ ფინანსურად მოგვახჩონ და იხარე ჭერო, მოკვდი მტერო. მე ალბათ შორენა შავერდაშვილი კახაბექაურის ამ გადაწყვეტილებებს საოჯახო სტამბაში დაბეჭდილ ბლოკნოტებსაც წაუმძღვარებს. ეს წუთისობრის ამაოებას განრიდებული ქალი ახლა სწორედ კომუნიკაციების კომისიასთან არსებული რაღაც პლატფორმიდან გვარიგებს ჭკუას. აი, ერთ კონკრეტულ მაგალითზე შეიძლება აღწეროთ, რატომ მიიღეს ეს კანონები. მრავალი წელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბიუჯეტის ხარჯებს უწევენ მონიტორინგს. ვინ რა ტენდერი მოიგო, მოკლედ, ვის მიაქვს ბიუჯეტის ფული. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ადგენენ, ვინ დგას ამ კომპანიების უკან და რატომ ხდება, რომ ვინც ტენდერებს იგებს, ძირითადად ოცნების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული ხალხია და მე ამ ბიუჯეტის ფულს ქართულ ოცნებას წირავენ. დაზარალებული კი ვინაა? მაგალითად იმ ქუჩის მაცხოვრებლები, სადაც ამ რომელიმე კომპანიას გზა უნდა დაეგო და ეს უხარისხოდ გააკეთა, რადგან ფული ჯერ მოსაპარი და მეორე ნაწილი პარტიაში იყო მისატანი. მერე ჩვენ მედია ვნახულობთ ამ მასალას, სიუჟეტს ვამზადებთ, ჩვენი ჟურნალისტები ადგილზე აკითხავენ მათ, ვინც ბიუჯეტის ფულს იპარავს. ვნახულობთ ამ მაღალჩინოსნების ქონებას. ვარკვევთ, რომ ისინი უცბად გამდიდნენ, ისე რომ მემკვიდრეობებს არავისგან არაფერი მიუღიათ. ვნახულობთ მათ მშობლებს ან დაძმებს, რომლებიც რამდენიმე დღეში მილიონერები გახდნენ. ამაზე თქვენ გიყვებით, თქვენ ბრაზდებით, ეს აღარ უნდა მოხდეს, ეს უნდა სწორედ ივანიშვილს ვერავინ ვეღარ უნდა გამოიძიოს და მე გაავრცელოს ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ და რამდენს იპარავს ამ ქვეყანაში.